საქართველოს ბიუჯეტი ამ წუთას არის 23 მილიარდ 300 მილიონი ლარი. ბავშვები არიან მოსულები შენთან და გეუბნებიან, რომ ჩემი დედიკო და მამიკო ფულს რო იხდის და ბიუჯეტში რო შეაქვთო, იმიტომ რომ ეს ბიუჯეტი დაგროვდეს და მე ჩვენ მოგხმარდესო. აი იქიდან ფული აიღე და წამლისთვის მომეცირო, სიცოცხლე გამიხანგრძლივდესო, ბიჭო და შენ ყურადღებასაც კი არ აქცევ. აიგნორებ, ბიჭო, ბავშვებს, რომლებიც წამლის ფულზე არიან მოსულები. თქვენ ხوار გაგექსათ მართლა, ბიჭო. ხوار გამოყალევდით, ხوار დაგავიწყდათ, რომ არავინ არ აღართ, ვინ ჩემი ყალეები ხართ, ხალხმა დაგიქირავათ, იმიტომ რომ ამ ხალხისთვის მიგეხედათ. თქვენ კიდე დაიკიდეთ ყველა და ყველაფერი და ერთ ადამიანზე ხართ მხოლოდ ორიენტირებულები, კარგად იცით ვისაც გულისხმობ, რომ ეს ქართული დოვლათი აიღოთ და მიუტანოთ სახლში, რომ ის გაძღეს და ამ ბავშვებს, ბიჭო, ყურადღებას არ აქცევთ. ამდენი როგორ შეგიძლიათ გაბედოთ, ბიჭო, ჰა? ან თქვენ კიდე ამაზე ვინც ხმას არიღებთ და სახლებიდან უყურებთ, ბიჭო, როგორ არ გიმწარდებათ სული აი ამას, რომ სანამ თქვენ არ შეგეხებათ, მანამდე ეგრე უნდა იჯდეთ სახლებში, ხო? სანამ თქვენ არ გეტკინებათ, სანამ თქვენ არ დაგჭირდებათ გადარჩენა, ბიჭო. აიღეთ ბიუჯეტიდან ფული და მიეცით ბავშვებს, ბიჭო, რომ წამალი იყიდო.